მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტის სამართლის ექსპერტი ადვოკატებთან გივი კაკუშაძე და ბიზინა ჩხეიძე. დღევანდელი ეპიზოდი იქნება ძალიან საინტერესო და გამოჩეული საინტერესო თემებზე. სტუმრად გვყავს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ადვოკატი ლევან მახარაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის. დავიწყოთ პირდაპირ შეკითხვებით. თქვენი კარიერა საინტერესო ტრანსფორმაციით ხასიათდება, მუშაობდით პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე, შემდეგ უკვე ახლა ხართ ადვოკატი. რამდენად რთული იყო თქვენთვის სახელმწიფო ბრალდებლის პოზიციიდან ადვოკატურაში წამოსვლა და პროკურატურის შიდა სამზარეულო გეხმარებათ თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე დგომაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა მასპინძლობისთვის. ჩემს კარიერას რაც შეეხება, გზაში გადავთვალე და უკვე 21 წელია მე ამ სფეროში ვტრიალებ, მათ შორის ხანგრძლივი პერიოდი გავატარე პროკურატურაში, სადაც ასე ვთქვათ, ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყე სტაჟირებით, შემდეგ ვიყავი პროკურორის სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი და ცხადია ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება. რაც შეეხება ტრანსფორმაციას, პირდაპირ ეგრე ვერ დავარქმევდი, ანუ რეალურად სურათი არის შემდეგი. ერთი მხრივ პროკურატურა თავისი ასე ვთქვათ ფუნქციების გათვალისწინებით იცავს საჯარო ინტერესს და უმეტესად დაზარალებულის პოზიციას, ესე რომ შევხედოთ, მეორე მხრივ ადვოკატურაში გიწევს ბრალდებულის დაცვა, ანუ ფაქტობრივად იურისტის, ანუ ადვოკატის საქმე თითქმის იდენტურია, უფრო მეტიც მაგალითად აი ანგლოსაქსონური ქვეყნების სამართლის სისტემებში ხშირი არის შემთხვევა, როდესაც პიროვნება არის ადვოკატი და დაუშვათ კონკრეტულ საქმეში სახელმწიფოსთან შეთანხმებით იცავს პირიქით სახელმწიფოს ინტერესებს. ასე ვთქვათ, ტექნიკურად ცხადია განსხვავებულია მიმართულებები, თუმცა ის ცოდნა და გამოცდილება მე რაც შევიძინე პროკურატურის სისტემაში, ცხადია ყოველდღიურად მეხმარება და ერთსაც გაგიმხელთ, ასე ვთქვათ, ამ შიდა სამზარეულო სპეციფიკის ცნობა, ეს ცოდნა უფრო სწორად ყოველთვის სასარგებლო არის კლიენტის ინტერესების სასარგებლოდ, როდესაც მუშაობ. აი მაგალითად ხშირად დამიფიქსირებია მე, რომ როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს მომიტანენ და ვკითხულობ, ხშირად როგორც პროკურორი ისე ვკითხულობ ხოლმე და სულ ეძებ დაუშვათ, აი სად არის სუსტი მხარეები, ვინაიდან ჩემი აზრით დაცვის სწორი სტრატეგია სწორედ ის არის, რომ ვიპოვოთ საქმის სუსტი მხარეები, კიდევ უფრო დავასუსტოთ და ბოლოს ასე ვთქვათ კლიენტისთვის მისაღებ რაღაც შედეგზე გავიდეთ. კი ბატონო ლევან, რეზონანსულ საქმეებს უნდა შევიხო ზოგადად, ბევრი საქმე მქონია რეზონანსული და სამწუხაროდ ჩვენთან პრაქტიკაში არის ისეთი რამ, რომ ხშირად ხდება კლიენტის და ბრალდებულის გაიგივება. თუ ქონია პირადად მსგავსი ტიპის გამოცდილება და საერთოდ როგორ უნდა ვიბრძოლოთ მსგავს მავნე პრაქტიკას? მქონია სამწუხაროდ, მეც ალბათ ყველას ქონია, თუმცა მარტო ასე ვთქვათ ქართულ რეალობას ვერ მივაწერთ, სხვადასხვა ქვეყნებშიც არის მსგავსი დამოკიდებულება, ალბათ ძირითადი უფრო არის მოქალაქეების ასე ვთქვათ სამართლებრივი ცოდნის მარჩეგნების ამაღლება. ცხადია არასწორია, როდესაც ვაიგივებთ ჩვენ რომელიმე მხარეს იქნება ეს მაგალითად ადვოკატი თუ პროკურორი კონკრეტულ кейსთან და ძალიან ობიექტურად რომ თქვა, ნებისმიერი ადვოკატი, პროფესიონალი ადვოკატი იცავს პირის ინტერესებს და არ იცავს დანაშაულს. ძალიან ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან პირს და ხდება მისი გამართლება. ესეთ შემთხვევაში რა უნდა ვთქვათ ახლა მაგალითად, რომ აი უდანაშაულოს იცავდნენ და განზრახ ბრალდების მხარე აბრალებდა დანაშაულის ჩადენას? არა მხოლოდ საქართველოში, იგივე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში აი პრაქტიკა რომ გადავხედოთ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი შეიძლება 15 წელი ან მეტი სასჯელს იხდიდა და ბოლოს დადგინდა, რომ უდანაშაულო იყო. შესაბამისად, არამც და არამც არ შეიძლება გაიგივება ადვოკატის და დასაცავი პირის. ერთადერთი ფუნქცია გააჩნია ადვოკატს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ნაწილს, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. რა მიმართულებით უნდა მიმუშაოთ, რომ საზოგადოების აზრი უფრო ცნობიერი გახდეს? რა მექანიზმი უნდა ავამუშაოთ ამისთვის, რომ აღარ მოხდეს ამდენად ხშირად გაიგივება ადვოკატის და ისი დაცვის ქვეშ ყოფი პირის? აი მაგალითად მე რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს გეტყვით, რაც ასე ვთქვათ გატესტილია ჩემს პრაქტიკაში. მე იმავდროულად ადვოკატთა ასოციაციაში ტრენერიც ვარ და ხშირად მიწევს ხოლმე ადვოკატებთან ტრენინგების ჩატარება. პირადად მეც ძალიან უხეშად მხვდება ყურში, იგივე ინტერვიუების დროს, როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ არ ვცნობთ თავს დამნაშავედ. ხო, ადვოკატმა შეიძლება განაცხადოს, რომ ბრალდებული არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ.
დავამუშავეთ. თუ კი ადვოკატი თვითონ მრავლობითში მოიხსენიებს საკუთარ თავს უკვე პერსონიფიცირებულად თუ აიგივებს დასაცავ პირთან, ცხადია ჩვენ არა იურისტ მაყურებელს თუ მსმენელს ვერ მოვთხოვთ განსხვავებული დასკვნის გამოტანას. ასევე აღმასრულებელ საბჭოშიც დაისვა ეს საკითხი და მნიშვნელოვანი არის შეხვედრები, გახსნილობა, ღიაობა სკოლის ასაკიდანვე უნივერსიტეტებში, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს, ასე ვთქვათ, ჩვენმა მოქალაქეებმა და ერთხელ და სამუდამოდ მყარი მიჯნა იქნეს გავლებული ერთი მხრივ პირს შორის, რომელსაც ედავებიან დანაშაულის ჩადენას, მეორე ადვოკატს შორის. არა მხოლოდ სისხლის სამართალში, სამოქალაქო სამართლებრივ დავებშიც კი ზუსტად ანალოგიურად ხდება მხარესთან მისი ადვოკატის გაიგივება, რაც იგივე გადაცდომა ცხადია, როგორც სისხლის სამართალში. მათო გაიგივება კი არა, დანაშაულის პრეზუმპციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი, ვთქვათ, მეგობრის, ნაცნობის ანგარიშს იყენებს ტრანზაქციისთვის და ამ დროს ხდება რაღაცა გამტარი ეს ანგარიში. და მე ხდება ისე, რომ შეიძლება დადგეს საკითხი, რომ მან ეს ანგარიში გამოყენებულია ფულის გათეთრების მიზნით. აი ამ შემთხვევაში როგორია სასამართლო პრაქტიკა და როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი ასეთი დანაშაულისაგან. მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ უწევს გამოძიებასთან სიარული, პროკურატურაში სიარული და ედავებიან უკვე დანაშაულში თანამონაწილეობას. მადლობა შეკითხვისთვის, ეს არის ძალიან გლობალური და დღეს იმდაგვარად აქტუალური საკითხი, როგორც წინა წლებში არ ყოფილა. აქაც მივდივართ იგივე თვითშეგნებამდე, ანუ ინფორმაციის არქონასთან. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება არ არის გათამამებული, ასე ვთქვათ, ზუსტი სამართლებრივი დასკვნები და ხშირად არის ხოლმე, როდესაც აი მაგალითად იგივე სოციალური ქსელების ან სხვა პლატფორმების მეშვეობით რაღაც გადაუმოწმებელი ინფორმაციას იღებენ, როგორც წესი უმეტესად არა იურისტებისგან და აქვთ მცდარი წარმოდგენა. ეს იმდენად მოცულობითი თემაა, რომ ალბათ რამდენიმე საათი დასჭირდება, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, მოკლედ შემიძლია შემდეგი რჩევა მივცე თქვენს მაყურებელს და მსმენელს და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ არსებობს ეს პლატფორმა. ჩემი აზრით ძირითადი დატვირთვა არის სწორედ ამ სამართლებრივი, ასე ვთქვათ, განათლების ამაღლება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქვენი საბანკო ანგარიში გადასცეთ ნებისმიერ სხვა პირს. ისევე როგორც ჩვენ საფულეს არ ვაძლევთ სხვა პირს და ვინახავთ თავად. ჩათვალეთ, რომ ეს არის ერთგვარი გასაღები და რატომ? შესაძლებელია მართლა კონკრეტულ პირს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდეს შესაძლო დანაშაულის შესახებ, მაგრამ მეორე პირის თხოვნით, რომელსაც არ სურს თავად გამოჩენა, მიაწოდოს მას საბანკო ანგარიშის ნომერი, შესაბამისად X პირმა მოახდინა თანხის გადარიცხვა, ასე ვთქვათ, იმ პირის ანგარიშზე, რომელიც საერთოდ საქმის კურსში არ არის გადმომრიცხვის შესახებ. რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ? არა მხოლოდ გამოძიება მაგალითად და დაკითხვებზე სიარული, რაც დისკომფორტთან ერთად დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ არავის არ ურჩევ მე არც ერთ დაკითხვაში და არც ერთ საგამოძიებო საპროცესო მოქმედებაში ადვოკატის გარეშე მონაწილეობას საერთოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი. მეორე, შესაძლებელია პრობლემა შეგექმნათ საბანკო დაწესებულებასთან და მოხდეს თქვენი ანგარიშის დაბლოკვა, თან მოხდეს უვადო დაბლოკვა და არათუ იმ ბანკში, სხვა კომერციულ ბანკშიც ვერ გახსნათ ანგარიში. ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, არის რაღაც სივრცეში აკუმულირებული ეგრეთ წოდებული შავი ფული. ეს არის ძირითადად დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული თანხა, შესაძლოა არა ამ ქვეყანაში, თუნდაც საზღვარგარეთ, რომლის ეგრეთ წოდებულ გათეთრებას, ანუ გარეცხვას ახდენენ სწორედ მსგავსი ტიპის ტრანზაქციებით. ხშირად ადამიანებს აქვთ არასწორი წარმოდგენა, რომ თუ თანხის ოდენობა არის დაუშვათ უმნიშვნელო, ანუ პირობითად არ ვიცი მე, 500 ლარი, 300 ლარი ან 200 ლარი, ხა ეს რა დანაშაულებრივი შედეგის მომტანი უნდა იყოს, თუმცა როგორც წესია, ამ საქმით და სქემით დაკავებული პირები სწორედ კვალის ასარევად ახდენენ ხოლმე დანაწევრებას ამ თანხების იმისათვის, რომ არ იყოს ადვილად აღმოსაჩენი. კვალში არ მოხდეს ვიღაც დიდი ოდენობა. თუმცა დღეს არსებობს ტექნოლოგიური სისტემები, რომელიც როგორც უკანონო შემოსავლების ლეგალიზების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ასევე ეროვნული ბანკის შესაბამის სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს, თვითონ კომერციულ ბანკებსაც კი გააჩნიათ, ანუ გაწერილი სოფტი აქვს, კომპიუტერული სისტემა, რომელიც საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირებას ავტომატურ რეჟიმში ახდენს და ნებისმიერი პირი ხდება ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის დაკვირვების ქვეშ. იმისათვის რომ ეს დისკომფორტი ავირიდოთ, ცხადია ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ იყენებს ჩვენს საბანკო ანგარიშს და რა მიზნით. ლეონ, რამდენად არის დღეს უზრუნველყოფილი საქართველოში მხარეთა დაცვის პრინციპები? როგორ არის იცით, თქვენ თუ დაცვაში გულისხმობთ დაუშვათ შეჯიბრებითობის ფარგლებს, ცხადია არა მარტო საქართველოში, ვერც ერთ ქვეყანაში ეს თანაბარი ვერ იქნება, ვინაიდან წარმოიდგინეთ, ახლა მაგალითად ჩვენი პარიტეტი როგორია დღეს ამ ფორმატში, თქვენს ხერხად პირობითად 2, მე ვარ 1, ხო, ჩვეულებრივი მოცემულობა. როდესაც საუბარია კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეში, ერთ მხარეს არის წარმოდგენილი ერთი ან რამდენიმე ადვოკატი საუკეთესო შემთხვევაში, მეორე მხარეს არის მთელი სტრუქტურა, იერარქიულად ზუსტად გაწერილი ფუნქციებით, ურთიერთდაქვემდებარებულობის პრინციპით, სადაც ზემდგომის ბრძანების შესრულება სავალდებულოა. ამ სისტემას გააჩნია ოპერატიული სამსახური, საექსპერტო დაწესებულება, ფარული თვალთვალის და მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა, ანუ მთელი სისტემა, ესე დროს ცხადია ჩვენ ფორმალური გაგებით თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა პროცესუალურად დღეს რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც მოქმედებს 2010 წელს მიღებული ბევრად უფრო მეტ უფლებას აძლევს დაცვის მხარეს, ვიდრე ეს იყო მანამ. აი მაგალითისთვის რომ ჩამოვთვალოთ, იგივე წარმოუდგენელი იყო მაგალითად, თუნდაც ამ პროცესით რამდენიმე წლის წინ ინფორმაციის გამოთხოვა, ანუ ადვოკატი ვერ მივიდოდა დაუშვათ აი მარტივად რომელიმე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაში და ვერ მოითხოვდა ზარების ამონაწერს, ან ვერ მოითხოვდა ვიდეოკამერის ჩანაწერებს, უნდა მიემართა ბრალდების ხარისთვის და ეთხოვა ამაში დახმარება. ეს საკითხი თუნდაც ამ გვარი ინფორმაციის გამოთხოვა რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცა, ჩაითვალა რომ იყო არაკონსტიტუციური შეზღუდვა და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებადაც არის ასახული ბოლო რამდენიმე წელი. ანუ ტექნიკურად ბევრად მეტი ლავირების საშუალება გააჩნია დაცვის მხარეს. აი იგივე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ კი ადრე პირის გამოკითხვა, აი ჩვენ ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობაში დაკითხვას ვეძახით ხოლმე. რეალურად პირის დაკითხვა არის მხოლოდ სასამართლოში ჩვენების მიცემა. გამოძიების ეტაპზე არის გამოკითხვა. ამის უფლებაც რომ გაუჩნდა ადვოკატს, ესეც პირველ ეტაპზე ფუფუნებად ითვლებოდა, ვინაიდან მხოლოდ ასე ვთქვათ შემოფარგლული ვიყავით გამოძიების დასრულების შემდეგ სასამართლოში კითხვის დასმის უფლებით. ანუ ერთობლიობაში მიუხედავად იმისა, რომ ეს თანაბრობა არ არსებობს და ალბათ ვერც იარსებებს, ვერც ერთ შემთხვევაში, ვინაიდან ობიექტური მოცემულობა, აი წარმოიდგინეთ, ხშირად იყო ხოლმე შემთხვევა, რომ მაგალითად დღემდე ჩვენ კოლეგები ერთმანეთს სულ ვურეკავთ აი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ თეორიულად მსჯელობთ, ვინაიდან ჩვენი ეთიკის კოდექსი გვიკრძალავს კლიენტის თანხმობის გარეშე უფლება არ გაქვს, რომ მისი საქმის დეტალები თუნდაც შენ კოლეგასთან შეათანხმო. შეხედეთ პროკურატურის გადმოსახედიდან არის მაგალითად დეპარტამენტი, სადაც არის წარმოდგენილი დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამმართველოს უფროსები, მინიმუმ ალბათ 15-20 პროკურორი და რთულ საკითხზე სხედან და ყველა ერთად განიხილავს. დაჭირდება ტექნიკური დახმარება, ურეკავს დაუშვათ სპეციალურ სამსახურს. ჭირდება ექსპერტიზის დანიშვნა, ნიშნავს მაგალითად აგზავნის და ბევრად მოქნილია. აი ხლა ერთი გამახსენდა ბოდიში რო გამიგრძელდა, ძალიან სერიოზული პრობლემა არის ექსპერტიზების ჩატარება საზღვარგარეთ. მთელ რიგ საკითხებზე სამწუხაროდ საქართველოში ან არ არსებობს საერთოდ ან ძალიან დაბალი არის გამოცდილება იგივე ტექნოლოგიურ ექსპერტიზებს რაც ეხება ამ დასკვნის, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად ჩატარება. არსებობს ცალკე კანონმდებლობა სისხლის სამართლის საქმეებზე დახმარების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ბრალდების მხარეს ექსკლუზიურად შეუძლია მაგალითად ადგეს და ეს გადააგზავნოს ნივთი სიტყვაზე ისრაელში და უთხრას აი ზუსტი ქიმიური შემადგენლობა დამიწერე. რისი უფლებაც დაცვას არ აქვს იმის გამო, რომ ცალკე კანონით ეს რეგულირდება, სადაც დაცვა მოხსენიებული არ არის. ხო ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რაღაც ადვოკატი ყოველთვის სავალს ეძებს, ხო? შესაბამისად გვიწევს მივმართოთ
ქართულ რომელიმე საექსპერტო დაწესებულებას, მაგალითად კერძოს. შემდეგ ვთხოვოთ, რომ იქნებ მან მოიწვიოს უცხოელი ექსპერტი ამ ექსპერტიზის ჩასატარებლად და საბოლოო ჯამში მთელი რიგი საფეხურების გავლა გვიწევს, რაც დროში ახანგრძლივებს, თანხობრივად ძალიან აძვირებს, ასე ვთქვათ, ამ მომსახურების მიღებას. აი, მსგავსი არაერთი პრობლემაა. ბოლო პერიოდში აქტუალურია ნარკოდანაშაული და ამ მიმართულებით მინდა დაგისვა შემდეგი შეკითხვა. გავრცელებულია ბოლო პერიოდში ნარკოტიკული საშუალების ონლაინ მეთოდით შეძენა, ეგრეთ წოდებულ ლოკაციებზე დადება ნარკოტიკული საშუალების, მე მიდიან აქ ან ის პირები, ვინც უშუალოდ მოიხმარს ამას, ან ზოგჯერ სხვა პირებსაც აგზავნიან, ხდება ამ ნარკოტიკის აღება და შემდეგ უკვე გავრცელება. ამ შემთხვევაში როგორია დღეს სამართლებრივი პრაქტიკა და რას ურჩევთ თქვათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერაცნობიერებენ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება გამსაღებლებად მოგვევლინონ და სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ისინი არა მხოლოდ თქვათ შეიძლება მოხმარების გამო დადგნენ კანონის წინაშე, არამედ გამსაღებლის, ასე ვთქვათ, სტატუსიც გამოუჩნდეთ. ეს არის ალბათ არა მარტო საქართველოში, თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან რთული პრობლემა, ვინაიდან ცხადია, კარგია ტექნოლოგიური განვითარებები, თუმცა ამას თანსდევს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ამ დანაშაულის ჩადენის მსურველთა მხრიდან თავიანთი მეთოდოლოგიის დახვეწა. მე მახსოვს ჯერ კიდე, რა ვიცი, ალბათ დაახლოებით 15 წლის წინ ან 17 წლის წინ მობილური ტელეფონის აპლიკაციებიც არ არსებობდა, როგორც დღეს არსებობს და ჩვეულებრივად ეხა ღია ტელეფონის მეშვეობით თუ ხდებოდა კომუნიკაცია, მარტივი იყო ამ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე საუბრის ჩაწერა და მოსმენა. თუმცა როგორც კი ტექნოლოგია იწყებს განვითარებას, მეთოდოლოგია იხვეწება. პროკურატურას ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია პოლიტიკა. ანუ ამ პოლიტიკაში არ ეგულისხმება კლასიკური გაგებით სახელმწიფო პოლიტიკა. ეს არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა. ვინაიდან დღეის მდგომარეობით საკმაოდ გაზრდილი არის უკანონო ბრუნვაში არსებული ნარკოტიკული საშუალების მოცულობა, აი სრულიად დარწმუნებით გეტყვით, რომ განსაკუთრებით ბოლო 6-7 თვეა რადიკალურად გამკაცრდა მიდგომა ამ სტრუქტურების და მათი დისკრეცია, მაგალითად იგივე პირობების განსაზღვრა თუნდაც საპროცესო შეთანხმების დროს. და სიტყვაზე კონკრეტული, აი მაგალითად იგივე შეძენა შენახვა მოხმარების მიზნით, ხო, როდესაც დარწმუნებული იყვნენ, რომ არანაირი შეხება არ ქონდა პირის გასაღებასთან, თუ კი პირობით მსჯავრზე ფორმდებოდა ხოლმე საპროცესო შეთანხმება, დღეს მინიმუმ ალბათ 2-3 წელი რეალური სასჯელი არის გათვალისწინებული. ანუ რისი თქმა მინდა. ეს არის ცოცხალი პროცესი, როგორც კი მზარდი ხდება ამ დანაშაულის, ასე ვთქვათ, რაოდენობა, პროკურატურაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც ამკაცრებენ სისხლისამართლებრივ პოლიტიკას. დღეს ისე როგორც არასდროს და მე შემიძლია წინა ხელისუფლების დროინდელ პერიოდსაც შევადარო, გამკაცრებულია, რაც კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მესიჯია ამ ხალხისთვის, თუნდაც მომხმარებლებისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი იქნებიან მხილებული, ძალიან მკაცრი იქნება დამოკიდებულება სახელმწიფოს. ეხლა მეორე ამ დადებებს რაც შეეხება. როგორ შეიძლება ადამიანს არ გააჩნდეს იმის შიში, რომ რაღაცა დამალულის დასადებად მიდის და ამას არ მოყვება შედეგი. ხო, წარმოუდგენელია. აქ არსებობს ესეთი სქემა. ეს ასე ვთქვათ, ზედა საფეხურზე მდგომი, ზედა იერარქიაზე მდგომი რეალიზატორები, ეგრეთ წოდებული შემომტანები, კონკრეტულ თანხას უხდიან კონკრეტულ პირებს თითო ლოკაციაზე განთავსებისთვის. აი პირობითად არ ვიცი, 50 ლარიდან ალბათ $50-მდე გააჩნია. ეს ადამიანები შესაძლებელია საერთოდ თვითონ არ მოიხმარდნენ ნარკოტიკს, მაგრამ არ ვიცი ხა ეკონომიკური სიდუხჭირის თუ სხვა გარემოების გამო თანხდებიან ამ თითქოს და იოლი თანხის მიღებას, დღეში შეუძლიათ 100 ლოკაცია განათავსონ. და ადამიანის ფსიქიკა იმგვარად არის მოწყობილი, რომ ერთხელ თუ არ გამოიჭირეს, მეორე თუ არ გამოიჭირეს, ყურადღება დუმდება და ფიქრობს, რომ ვერც მეხუთედ ვერ დააკავებენ. ყველას აკავებენ აბსოლუტურად. ადრე თუ გვიან ნებისმიერი მსგავსი ეგრეთ წოდებული დამდები ხდება ციხეში. შემდეგ ესენი იწყებენ თანამშრომლობას მთავარ რეალიზატორებს. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ამ ამღებს, ეგრეთ წოდებულ ამღებებს, ხო? როგორც კი შენს ხელში, შენს ტანსაცმელში, არ ვიცი, ავტომანქანაში, შენს ბინაში აღმოჩნდება ნარკოტიკული საშუალება და მithumetes თუ არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ეს შენ მოიპოვე, ავტომატურად გედავებიან შეძენა შენახვას, ანუ ამის აღება გულისხმობს შენახვას.
თუნდაც აჩუქო მეზობელს ან მეგობარს ესეც უკვე არის, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სხვა შემადგენლობა. გასაღებას რაც შეეხება როგორც წესი ამ კატეგორიის ხალხს, უფრო ედავებიან ხოლმე დახმარებას გასაღებაში, მაგრამ სანქციის კუთხით ძალიან დიდი ლავირება, ეხლა 16 წლიდან გააჩნია რაოდენობას 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ეხლა შვება ვერც 16 წელი ვერ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ არამც და არამც არ შეიძლება ამ სქემაში მონაწილეობა თუნდაც ირიბად. უფრო მეცაც გეტყვით მე. ადრე იყო მაგალითად შემთხვევები, როდესაც აი კონკრეტულ პირებზე, ვიზეც არსებობდა ეს ოპერატიული ინფორმაცია მუშაობდნენ. დღეს მთელ მათ გარემოცვაზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე მიდის დაკვირვება და მუშაობა და ტექნოლოგია როგორი განვითარებულია, კარგად მოგეხსენებათ. ხა ვიღაცებს რო ჯერათ რო ხა რომელიღაც აპლიკაციით დარეკეს და არ მოусმენენ, ესე მარტივად არ არის ეს საქმე. ძალიან კარგადაც უნდა მოусმენენ და ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში როგორც წესი, თვითონაც ტექნოლოგიურად ძალიან ზუსტად მუშაობენ, თითქმის ყველა საქმეში ბოლო პერიოდში არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რასაც, რა ვიცი, ხა ვერც ერთი ადვოკატი ვერ გახდის სადავოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კი მაგალითად დამტკიცდება, რომ ეს ვიდეო იყო დამონტაჟებული. ლევან, უნდა შევეხო საპროცესო გარიგების თემას. ასეთ დროს ამდენად მნიშვნელოვანი არის ადვოკატის როლი და რეალურად საპროცესო გარიგება არის, როდესაც შეუმსუბუქდება ადამიანს პირს თავისი დანაშაული, თუ ხშირ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანი მიდის იმ პირობაზე, არ იდაოს, არ იბრძოლოს იმის სანაცვლოდ, გაცილებით ნაკლები სასჯელი მიესაჯოს. მე ესე საკითხს გავყოფ რამდენიმე ნაწილად. პირველი მაგალითად როდესაც რეალურად ადამიანს რაღაც მართლა აქვს ჩადენილი ამ დანაშაულს გულისხმობ, თუმცა საქმეს უჭირს ძალიან მტკიცებულებების კუთხი და ადვოკატი თვლის, რომ დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი დადგება. ისევ ეთიკის კოდექსი მოვიშველიებდა ადვოკატს ეკრძალება რაიმე დაპირების ან გარანტიის მიცემა კლიენტისთვის და ესე აკრძალული რომც არ იყოს ადამიანურად წარმოიდგინეთ, როდესაც ერთ მხარეს პროკურატურაა, მეორე მხარეს ადვოკატურა და მოსამართლე მესამე იღებს გადაწყვეტილება ძალიან რთულია 100%-იანი გარანტიით ვიღაცას ესაუბრო. ეს ერთი მიმართულება. მეორე, როდესაც ადვოკატი კითხულობს საქმეს და რწმუნდება, რომ ის ყარია ძალიან, ანუ მტკიცებულებების კუთხით არის ძალიან გამყარებული და დიდი ალბათობით დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ადვოკატი ხომ არ არის, ასე ვთქვათ, თვითმხილველი თანამონაწილე არ იმყოფებოდა იმ ადამიანთან ერთად, ანუ ადვოკატმა პირის უდანაშაულობის შესახებ ან დანაშაულის ჩადენის შესახებ ერთი იცის უშუალოდ ამ პირისგან, ისიც თუ არ იტყუება და ხშირ შემთხვევაში ადვოკატებსაც ატყუებენ, ესეთიც ხდება, დასაცავი პირებიც კი და მეორე საქმეში არსებული მასალებით. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც მაღალი ალბათობით მტკიცდება, ანუ გიჩნდება განცდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ამის მტკიცებულებებით საქმეში დევს, ცხადია საპროცესო შეთანხმება არის უალტერნატივო მექანიზმი იმისათვის, რომ პირმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი. ოღონდ ამ დეტალებზე აუცილებელია მასთან კონსულტაციის გავლა ყველა ასპექტში. მე არასდროს არც ერთი ჩემი დასაცავი პირისთვის არ მithქვამს, რომ მოაწერე ხელი ან არ მოაწერო. მე ყოველთვის უხსნი რა სამართლებრივი შედეგები მოყვება ერთი მხრივ და მეორე რომ არა ეს საპროცესო შეთანხმება პერსპექტივაში რა მოსალოდნელი. ხა ერთიც გამახსენდა და უნდა გითხრათ, ეს ინსტიტუტი როდესაც შემოვიდა საქართველოში, მე მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, აი ყველა სკეპტიკურად უყურებდა პროკურატურაში მუშაობდი და თვლიდნენ, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, არავინ არ ითანამშრომლებს, ხელს არავინ არავის არ დაადებს და მოკვდება რა, განსაკუთრებით სისტემის ძველი თანამშრომლები თვლიდნენ, რომ ეს ინსტიტუტი გაუქმდება. პირველივე 1 წელი როგორც კი შესრულდა, ანუ 12 თვის შემდეგ ძალიან დიდი იყო ეს სტატისტიკური მაჩვენებელი. ეხლა წარმოიდგინეთ, ამას აქვს ორი მხარე. შესაძლებელია ჩვენ გვიყუროს ან მოგვისმინოს ისეთმა მსმენელმა, რომელიც იტყვის, რომ აი ვიღაცა მე თავის დროზე მაიძულა, ძალით მომაწერი ნახელი არ ვიყავი დამნაშავე. ანუ ესეთი სამწუხარო გადაცდომებით შეიძლება დაუშვათ. იგივე ლოგიკით, რომც არ არსებობდეს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, შესაძლებელია აიძულონ პირი, არ ვიცი, სასამართლოში აღიაროს, ხო არ ჩადენილი დანაშაული, ანუ პრევენცია საპროცესო შეთანხმების გარეშე იმის, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, არ არსებობს. თუმცა პრაქტიკაში ერთი რომ ბრალდებულის ინტერესებს
ბევრად უფრო იცავს ხშირ შემთხვევაში. მეორე, სასამართლოს გადატვირთულობისგან არიდების ერთ-ერთი ძალიან მოქნილი მექანიზმია და მესამე, იძლევა ლავირების საშუალებას რასთან დაკავშირებით. კარგი გაგებით, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების ვაჭრობის პირობებს ხსნის, ხო, რომ აი დაუშვათ ბრალდების ხარემ ეს პირობა დააყენა, შენ ამ პირობას ეუბნები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ პირველივე მომენტიდან საქმეში ადვოკატი არ არის ჩართული, დამიჯერეთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც საპროცესოზე შეიძლება საუბარი დაიწყოს, ბევრად რთული სურათი იქნება ამ დასაცავი პირისათვის. სწორედ ეს არის, არავინ არ იფიქროს, რომ თუ კი საპროცესო გაფორმდა, იქ ადვოკატს რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა. ნებისმიერი მოვიდოდა ხელს მოაწერდა. სწორედ ადვოკატის სწორ და ზუსტ ტაქტიკაზეა დამოკიდებული, რა ეტაპზე მიიყვანს საქმეს იმ კონდიციამდე, რომ არათუ სათხოვარი და სახვეწი გაუხდეს პროკურატურისთვის ამ შეთანხმების გაფორმება, არამედ ორმხრივი სურვილი რო იყოს კარგი პირობებით ამ შედეგის მიღწევა. ძალიან კარგი, მეც ვუჭერ აღნიშნულ მხარს და მივესალმები. ნაფიც საჯულთა ინსტიტუტზე და ნაფიც საჯულების სასამართლოზე უნდა გკითხოთ. ბევრ სტუმარს დავუსვით აღნიშნული შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, გაამართლა საქართველოში აღნიშნულმა ინსტიტუტმა და კიდევ რა მიმართულებით არის სამუშაო რო უფრო დაიხვეწოს? ეგეც ძალიან გლობალური თემაა. ეს არის იმგვარი საკითხი, რიგ უნივერსიტეტებში მაგისტრატურის ეტაპზე სასწავლო დისციპლინაც არის, აი მაგალითად, რამდენიმე წელი მეც ვკითხულობდი ლექციებს მაგ მიმართულებით. ანუ რისი თქმა მინდა. ეს ინსტიტუტი, ჩვენ ხო საქართველო არ ვართ, ასე ვთქვათ, სამყაროსგან გამოყოფილი რაღაც ცალკე მდგომი. ანუ ინსტიტუტი ასე ვთქვათ, ნაფიც საჯულთა სასამართლოს არსებობის არის წარმოიდეს გლობალურად რო შევხედოთ, უშუალოდ პირადად მართსაჯულების აღსრულებაში მონაწილეობა. ანუ პირველი უშუალო ფორმა რა გააჩნია ადამიანს, როდესაც სრულწლოვანი გახდება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და აირჩიოს ხელისუფლება. რიგ ქვეყნებში სასამართლო სისტემის წარმომადგენლების არჩევაც ხდება, მათ შორის მაღალი რანგის პროკურორების არჩევაც ხდება. ჩვენთან ხომ დანიშნვითია ეს პოზიცია. ანუ ამ შემთხვევაში შენ კანონდებელი გეუბნება, რომ მოდი შე როგორც მოქალაქემ თავად განსაჯე სხვამ ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ეს რაც შეეხება არსობრივად დატვირთვას. მეორე პრაქტიკულ ნიუანსებს. იმის გამო რომ საქართველო არის რიცხოვნობით, ასე ვთქვათ, არც ისე დიდი ქვეყანა და მით უფრო რომ სხვადასხვა, ხო იცით, ახლა კუთხეებად ვართ დაყოფილი, რეგიონებად ვართ დაყოფილი, ეს ინსტიტუტი მუშაობს აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს პრინციპის ელექტორატით. ხშირად ძალიან რთულია, მაგალითად, არ ვიცი მე, იგივე ჩამოიყვანო თუ კანდიდატი ყავს მესტიიდან ქუთაისის სასამართლოში, ან ლოჯისტიკურადაც რთულია, ხარჯი ძალიან ბევრია და სამწუხაროდ ის დაფინანსება, რაც სახელმწიფოს გააჩნია, დღეში თუ არ ვცდები 35 ლარი აქვთ თუ არ შეცვალეს, ძალიან მწირია. ეს ერთი ფაქტორი. მეორე, ადამიანებს აქვთ შიში. რისი შიში, რომ აი მაგალითად მე მცდარი გადაწყვეტილება რომ მივიღო, შემდეგ ღმერთი დამსჯის და რა მეშველება. მესამე, აქვთ უშუალოდ შიში კონკრეტული ბრალდებულის და საქმის. აი მაგალითად კვლელობისთვის ადამიანს ასამართლებენ და ვაი მე რო რაღაც მომივიდეს, ხვდებით? იგივე ამერიკაში, რომელიც სამშობლოდ ითვლება რა ამ სისტემის, ჩვენ არაერთგზის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან სხვადასხვა ფორმატის დელეგაციით ყოფილ ვართ, ეს ინსტიტუტი რო უფრო ღრმად შეგვესწავლა და მე როდესაც კითხვებს უსვამდი, პასუხი იყო რომ ბაღის ასაკიდანვე ბავშვებს ვასწავლითო ნაფიც საჯულობას და ნუ გამიკვირდა, ხო ხვდებით, ახლა როგორ შეიძლება ბაღში ბავშვს ასწავლონ საჯულობა. აი მაგალითად, თუ რაღაცას დააშავებენ ან რაღაც მოხდებაო ერთმანეთში გაუგებრობა, ესე დასხდებიანო, არ ვიცი 10 ან 20 ბავშვი ვუხსნითო რა მოხდა და ვთხოვთო რომ აბა რას ფიქრობთ, ეს რამდენად სწორია, ამას რა შედეგი უნდა მოყვეს. ეს ეგრძელდება სკოლის ასაკიდანაცო და რაც მთავარია, მათ უკვე ეს გამჯდარი აქვს სისხლში, ისევე როგორც აი გადასახადის გადახდის ვალდებულება, სავალდებულო საჯარო სამსახური. თუ სახელმწიფოს ქონდა სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგი პოლიტიკა ამ კუთხით, რომ მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ამაღლება ადამიანების ცნობიერების, მათ შორის ალბათ გახსოვთ ბანერებიც კი იყო რაღაც ეტაპზე გაკრული. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მას დიდი წვლილი შეიტანა, აი მაგალითად, დაახლოებით 2 წლის წინ ჩავატარეთ ოლიმპიადა უნივერსიტეტებს შორის მთელი საქართველოს მასშტაბით იმიტირებულ პროცესებში. სწორედ ესეთი აქტივობები ხელს უწყობს ადამიანში ამ შეგნების გაზრდას.
ეხლა გაგეცინება ცოტა რომ გადავუხვიოთ სერიოზული საუბრიდან, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მირეკავენ და მეუბნებიან, ადრე უფრო ხშირად რეკავდნენ, რომ აი ლევან მაგალითად მომივიდა ეს კითხვარი შესავსები და იქნებ მირჩიო ისე როგორ შევავსო რომ ამიცილოთ. ხვდებით, ანუ ადამიანის ასე ვთქვათ მოტივაცია, როდესაც არ არის ამ საქმის გაკეთება, ძალიან რთულია ის აიძულო, თუმცა თუ კი მას სწორად მივაწვდით ინფორმაციას და რატომ არის მნიშვნელოვანი, არავინ არ არის დასღვეული, რომ ხვალანზე ან თვითონ არ აღმოჩნდება იმ ბრალდებულის კამზე, ან მისი მეგობარი, ან ოჯახის წევრი. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებულს აქვს უფლება, რომ თუ კონკრეტულ მუხლს ედავებიან, რაც გათვალისწინებულია ნაფიცი მსაჯულებისთვის აირჩიოს, ასე ვთქვათ, მსაჯულები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის ბრალდების პრეროგატივა. ერთადერთი ექსკლუზიური საგამონაკლისო უფლებაა ბრალდებულის და სწორედ ბრალდებულმა ადვოკატის რჩევით წინა სასამართლოს სხდომაზე უნდა განაცხადოს, ირჩევს ის სასამართლოში საქმის განხილვას თუ ნაფიც საჯულებთან. ერთსაც ვიტყვი, აუცილებლად კი გამიგრძელდა, მაგრამ ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება და მე ნებისმიერ ჩემს კოლეგას, რომ უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ მათგანს, ვურჩევდით, რომ სანამ ბრალდებული მივა ამ გადაწყვეტილებამდე, აუცილებლად ყველა რისკი და ყველა მოსალოდნელი შედეგი მას უნდა ავუხსნათ, ვინაიდან განსხვავებით სასამართლოს განაჩენისგან, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად დასაბუთებული და საჩივრდება შემდგომ ინსტანციებში, ნაფიც საჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტი კონკრეტული რაღაც გამონაკლისების გარდა არსად აღარ საჩივრდება, საბოლოოა და მან სრულდება ამ საქმის განხილვა. ანუ ამ გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან რთული და აუცილებელი არის ყველა ნიუანსის დეტალურად შესწავლა. თქვენ როგორც ადვოკატი როგორ იღებთ მან გადაწყვეტილებას ბრალდებულთან ერთად? როგორ არის, იცით, ანუ მე ხომ მეტ-ნაკლებად ახლა გითხარით 21 წელი ამ დარგში ტრიალებ და ჩემთვის, ასე ვთქვათ, სასამართლო პრაქტიკა, მათ შორის კონკრეტული კატეგორიის საქმეებზე კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, არის ხშირად საქმეში იმგვარი ნიუანსები, რომელიც სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, იგივე მტკიცების ტვირთის კუთხით, ასე ვთქვათ, ბრალდებისგან არ ითხოვს იმდენ ინფორმაციას ან მტკიცებულება დავარქვათ, რასაც ითხოვენ ნაფიცი მსაჯულები. განსხვავება არსობრივი რა არის. ნაფიცი მსაჯული უნდა დაარწმუნო პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში, თუ პროკურორი ხარ, თუ ადვოკატი ხარ, უნდა დაარწმუნო, რომ მას ეს ქმედება არ ჩაუდენია. მისთვის მერწმუნეთ, რომ მტკიცებულებები არის მეორეხარისხოვანია, მთავარი არ დარწმუნდეს. ეს დარწმუნებაც როგორ ხდება? აი, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არის, აი მაგალითად ადამიანებს აქვს წარმოდგენა არა იურისტებს, რომ ყოველთვის უნდა იდოს ამ საქმეში რაღაც ექსპერტიზის პასუხები, უნდა დაიკითხონ ექსპერტები და ასე შემდეგ, ანუ ეს სერიალების და ფილმების ზეგავლენაა. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ მით უმეტეს რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეებზე იმგვარად შეიფუთება სასამართლოს განხილვამდე ამბავი, რომ არ ვიცი, ნებისმიერი რიგითი დარწმუნებულია, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. თუმცა ადვოკატი, რომელიც სწორ სტრატეგიას ააგებს, შესაძლებელია შემოინახოს ის ძირითადი მტკიცებულებები სწორედ წინა სასამართლო სხდომისთვის და აქედან გამომდინარე დაგეგმოს ზუსტი სტრატეგია იმისათვის, რომ მან მიაღწიოს წარმატებას. აი სულ ერთი გამახსენდა, ეგეც უნდა ვთქვა. იმდენად არაერთგვაროვანია აღქმა მსაჯულების მხრიდან ერთ-ერთ საქმეზე წლების წინ მაგალითად, როდესაც ვარჩევდით კანდიდატებს, მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ვისხედით, ასე ვთქვათ, ადვოკატის ფლანგზე და მოპირდაპირე მხარეს ორი პროკურორი. ერთ-ერთი მსაჯული ავიცილეთ. გავიდა გარკვეული პერიოდი, ალბათ 1 წელი ან მეტი, ეს პირი გამართლდა და ჩემი მეგობრის ქორწილში მხდება კანდიდატი, რომელიც თურმე ავიცილეთ რა. და შემახსენა ეს სხდომა შერჩევის და მეკითხება როგორ დამთავრდა. ვუთხარი რომ გავამართლეთ, გამართლდა სრულად. აი ესე დაფიქრდა გოგონა და მეუბნება რომ კი, მაგრამ ეგ კაცი თუ უდანაშაულო იყო 4 ადვოკატი რისთვის სჭირდებოდა. აი ესე რეალური ისტორია. ჩამოურეკე ეგრევე ამ ჩემ კოლეგებს და ვუთხარი რომ მეთქი სადაც თუ 2 პროკურორი ზის მოწინააღმდეგე მხარეს 2-ზე მეტი არ დასხდეთ. ანუ მე ვერ ვიფიქრებდი მაგალითად რომ აი ესე რაოდენობრივათაც თვლიან, ხო ხვდებით? შესაბამისად ხშირად ინტერესი როდესაც მაღალია, კოლეგას უთხოვია რომ მეც დაუშვათ ჩავერთვები და არ გვითქვამს უარი, მაგრამ აი კონკრეტულად ნაფიცებს როდესაც ეხება, ამასაც კი აქცევენ ყურადღებას ამის თქმამდე. კი.
კი ბატონო, ეგ არის რეალური ისტორია, ეხლა მე რაც გადამხდა პირადად. დაკავების პირველი საათები ხშირად გადამწყვეტია ხოლმე საქმისთვის. აი ამ ეტაპზე რამდენად მნიშვნელოვანია მყისიერად ჩაერთოს ადვოკატი საქმეში და ვთქვათ, კონდეს დაკავებულ პირს ის პოზიცია, რომ არაფერს არ იტყვის, არაფერზე თანახმარ იქნება, სანამ ადვოკატი არ მოვა მის გვერდით. რამდენად უჭერთ ამ მოცემულობას, ასე ვთქვათ. ეგ იმგვარი აქსიომაა, რომ სხვა აზრიც არ შეიძლება არსებობდეს, თუმცა ეს საკითხიც ორად იყოფა. პირველი თუ საუბარი არის რაღაც აი უშუალო წასწრებაზე, ხო, არ ვიცი, ადამიანები ვერ და ხდება რესტორანში მოხდა ჩხუბი, არ ვიცი, რაღაცა შელაპარაკება და ანუ ადამიანს არც წარმოედგინა, რომ ადვოკატი დასჭირდებოდა, სისტემასთან არ ქონია არასდროს შემხებლობა. პირველი წესი რა არის? ადვოკატის გარეშე ხმას არ ვიღებთ. ხო, როგორ ეს თუ დაგაკავეს, იქ ტელეფონსაც ჩამოგართმევენ, მაგრამ ევალებათ, რომ ოჯახს უნდა შეატყობინონ შენი დაკავების შესახებ. შევადაროთ სამედიცინო სფეროს, ღმერთმა ყველა დაიფაროს. მოხდა ავარია, მიიღო მოტეხილობა, არ ვიცი, ღია ჭრილობა. სახლში ხო არ მიდის სამკურნალოდ, მიდის სამედიცინო დაწესებულებაში. ხა მეორე სეგმენტი. ვინც ასე ვთქვათ, ბრჭყალებში აცნობიერებს, რომ რაღაც იმგვარითაა დაკავებული, რომ იქნება აი არ ვიცი, შეედავონ რაღაცის ჩადენას, ხო? ადვოკატი მას შემდეგ კი არ უნდა მოიხმო, როდესაც დაგაკავებენ. ყოველთვის არის აუცილებელი, რომ შენს, ასე ვთქვათ, საქმიანობაში, აი მაგალითად, შენ არაცნობიერებ, რომ კონკრეტული ქმედება დანაშაულია, მაგრამ აი ფინანსურ ოპერაციებში ხარ ჩართული და თუნდაც ეჭვი გაგიჩნდა, რომ აი რაღაცის ბრმა იარაღად არ ვიქცე. აუცილებელია გაიარო კონსულტაცია. უფრო მეტიც ახლა ევროპაშიც, ამერიკაშიც დამკვიდრებული პრაქტიკაა, როგორც არ ვიცი, ახლა მაგალითად, ბავშვი თუ ყავს ჩვილი ამ მცირეწლოვანი, პედიატრი ხომ ყავს ამ ბავშვს, ისე ყავთ ხოლმე ოჯახის იურისტები, როგორც კორპორატიულ სეგმენტს ყავს თავისი იურიდიული გუნდი. აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცა გამოუსწორებელი შეცდომა არ ჩავიდინოთ. მანდ არის კიდე მეორე ნიუანსი ამ შიდა სამზარეულოსაც გაგიმხელთ ხოლმე, რაც შესაძლებელია. აი მაგალითად, ვიღაც ქუჩიდან აიყვანეს, მიიყვანეს პოლიციის დაწესებულებაში. ხო, პირველი მით უმეტეს თუ ეს კაცი ახლა თვითონ ხო იციან, არ არის ამ კრიმინალური სამყაროს ნაწილი და დიდად გათვითცნობიერებული. აი უწყებენ ესეთ საუბარს, რომ ეხლა მე ხო ვიცი, რომ შენ კარგი კაცი ხარ, შენ ამას ძალით არ იზამდი, მოდი ეხლა იქნებ ისე გავაკეთოთ, რომ ესე მარტივად როგორც შემოხვედი, გახვიდე, ისიც ვიცი, რომ ჩვენებას ვერ დაწერ, ეხლა შენი მეგობარია ან მეზობელია, მაგრამ მოგვიყევი და გაგიშვებ. ესე ხდება ხოლმე. ეს არალეგალურიც არ არის, აი ბევრი შემდეგ ბრაზდება, რომ აი მოატყუეს. ეს არის ჩვეულებრივი, კანონით დაშვებული ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა, რომელსაც კანონი არეგულირებს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ და იმ ადამიანების, ანუ ოპერატიული მუშაკების პირდაპირი ფუნქცია ეს ოპერატიული საუბარი. თუმცა შენი უფლება ხმა არ ამოიღო. შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე როგორ უცებ თურმე მიმდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობით ამ საუბრის ფარული აუდიო ვიდეო გადაღება და დააკავებენ ამ პირს ბრალს წაუყენებენ ბედნიერია თვითონაც ხშირად მისი ადვოკატიც რომ საქმეში დიდი არაფერი დევს ეს დანაშაულს არ აღიარებს და უცებ სიურპრიზად წინა სასამართლომდე 5 დღით ადრე აღმოჩნდება ეს ჩანაწერი ძალიან ხშირი არის კი და უკვე არც დრო გაქვს დარჩენილი რაღაცა სტრატეგიებისთვის და ვერც ამ ვიდეოს ვერ უშვები ვერაფერს ანუ ძალიან ხშირია ვიცოდეთ რომ თუ შევდივართ ამ დაწესებულებაში ან გვიბარებენ არ ვიცი ხშირად არის ვიბარებენ ხო რატო უნდა მოგინდეს ამ უცნობ გარემოში და შენთვის უცნობ თემებზე საუბარი შენი ინტერესის დამცველის გარეშე ხო წარმოუდგენელია თქვენ ხართ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრი ამ მიმართულებით როგორ შეაფასებთ საბჭოს საქმიანობას და რამდენად დამოუკიდებელია დღეს ასოციაცია არა მარტო დღეს არამედ აი ბოლოს ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ რაც მე გავწევრიანდი უშუალოდ და ეს საკმაოდ ბევრი წლები არის უკვე ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობაში მე არ შემიძლია რომ ასე ვთქვათ რაიმე ხარვეზი დავინახო თუმცა აქ რაზე არის საუბარი არა მარტო დამოუკიდებლობა ინსტიტუციონალური სიძლიერე ანუ რამდენად ძლიერია ადვოკატთა ასოციაცია იგივე წლების წინ მაგალითად ჩვენ რეალურად იმგვარი ოფისიც კი არ გაგვაჩნდა, სადაც შეიძლება, არ ვიცი, რაღაცა აქტივობები განგვეხორციელებინა და ასე შემდეგ შევკრებილიყავით. ყოველდღიურად დღეს გაცილებით მეტი დეტალია ჩემთვის ცნობილი შიდა სამზარეულოსი, თუმცა ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ესე გარედან არ ჩანს. აი მაგალითად,
ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება ადვოკატს. ადვოკატთა ასოციაცია დგას ერთიანად და დგას ურყევად. კომიტეტიც არსებობს სპეციალური, რომელიც და წარმომადგენლებიც ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ნებისმიერი ადვოკატის უფლებებს იცავენ, ეს ერთი. მეორე მთავარი ფუნქცია რა არის ადვოკატთა ასოციაციის? ერთი რომ იზრუნოს ადვოკატზე განგრძობადი განათლების კუთხით, ანუ ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდოს და იყოს თანაბარი ის რეალობაში არსებული გამოწვევების და მეორე მართვსაჯულებაში თუ კი რაიმე ხარვეზი ვლინდება, აქ საუბარი არის არა ინდივიდუალურ გადაცდომაზე, არამედ სისტემურ ხარვეზებზე, ხმა იმაღლოს და აქტიურად ჩაერიოს. ჩვენ სამწუხაროდ ხშირად მოვისმენ ტელევიზიით, სოცმედიით, არასწორ, ხშირად არ ვიცი, შეურაცხყოფელ რაღაც განცხადებებსაც, თუმცა აი მაგალითად ისიც კი საკმარისია რომ ბოლო წლებია არსებობს ეგრეთ წოდებული benchmark-ის ფორმატი, ეს რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა ბოლო, სადაც სასამართლოს, პროკურატურის და ადვოკატურის წარმომადგენლები წელიწადში ერთ-ორჯერ მაინც ვიკრიბებით და მიდის მსჯელობა სწორედ პრაქტიკაში არსებულ სირთულეებზე და საბოლოო ჯამში არც ერთი შეხვედრა არ მახსენდება უშედეგო დასრულებული, არის შეხვედრები, სადაც პრაქტიკის შეცვლა ხდება არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივებიც განხორციელებულა და შესაბამისად ცვლილება მიგვიღია. ეს ერთი. მეორე, თუ კი ვინმეს უჩნდება რაიმე ტიპის განცდა, რომ მაგალითად მისი უფლებების შესაძლებელი ასოციაციამ უკეთ დაიცვას კარები ჩვენი ღიაა ყოველთვის და მინიმუმ თვეში ერთხელ მაგალითად აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ტარდება და თითქმის არ ჩატარებულა ბოლო დროს არც ერთი სხდომა იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც რომელიმე ადვოკატი არ არის მოსული თავის პრობლემი და არ უსმენთ. უშუალოდ ვიწვევთ ვისაც სურს ჩვენთან თავის პრობლემის გაჟღერება და თუ კი საქმე ეხება სხვა ქვედანაყოფებს, სხვა სტრუქტურებს, მათ შორის საჯარო დაწესებულებებს, ყოველთვის მივმართავთ. უბრალოდ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ამაზე საჯაროდ იდენტიფიცირებულად ვისაუბროთ სახელები და გვარებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ხშირად საზოგადოების წყრომას იწვევს მაგალითად ის, რომ ცალკეულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არ არის მაგალითად რადიკალური ადვოკატთა ასოციაციის განცხადება. კარგად რომ შევხედოთ. ადვოკატთა ასოციაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონზე დაფუძნებული და შესაბამისად არის აპოლიტიკური და ეკრძალება მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება როგორც ასოციაციას. თუმცა ამ ასოციაციის შიგნით არსებულ ნებისმიერ ადვოკატს, მათ შორის მეც, არავინ არ მიკრძალავს არანაირი განცხადების გაკეთებას და შესაბამისად ეს ცენზურა არასდროს არ ყოფილა და იმედს ვიტოვებ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ არ ვიქნებით, იგივე გაგრძელდება. არჩევნებსაც რაც შეეხება, ეხა ბოლო ეს არჩევნები რაც იყო, უამრავი ასე ვთქვათ, არასწორი კამპანია იქნა აგორებული, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა დარწმუნდა, რომ ყველაზე გამჭვირვალე ტექნოლოგიური სისტემებით მოხდა ჩატარება და დღესაც ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ფორმალურად შერეული გუნდის სახით მუშაობ, თუმცა თითოეული წევრი უკვე იმ დონემდე დავმეგობრდით ერთმანეთთან, რომ ჩათვალეთ ერთი ოჯახია, რომელსაც გული შესტკივა ნებისმიერი პრობლემის, ასე ვთქვათ, არსებობაზე და ყველანაირად ვცდილობთ ყველაფრის მოგვარებას. კი ბატონო, მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, საინტერესო კითხვებზე, საინტერესო პასუხები მივიღეთ. დიდი მადლობა ლევან სტუმრობისთვის. მედია ბევრი ადამიანი გვიყურებს და მოისმენს დღევანდელ ეთერს. მადლობა და წარმატებები თქვენ. კიდევ ერთხელ მადლობა.